მოგესალმებით მეგობრებო. გამარჯობა. იმედია კარგ ფერებში ვართ, რადგან დავითი ზუსტად 2 საათი ასწორებდა ფერებს. ასევე მეწუწუნა რომ 3 საათიან ვიდეოს უყურეო, როგორ უნდა გავასწოროთ ფერები კამერაზე. ხალხო. Let's see. იმიტომ რომ მგონია რომ აბულშიტებს ზუსტად 3 წუთიან TikTok ვიდეოს ნახავდა. მართლა საკმაოდ რთული რაღაც ყოფილა კამერასთან ოპერირება და ეს ყველაფერი, ამიტომ please თუ გაქვთ რაიმე რჩევები, გითხარით აუცილებლად. სანამ გადავულტუშვალთ ვიდეოზე, მინდა რომ შეგახსენოთ, რომ გთხოვთ დალაიქოთ ვიდეო, გავზიაროთ თქვენ მეგობრებს და დაგვასუბსკრაიბოთ, იმიტომ რომ it all really matters. ასევე მინდა და რაღაც დამეანონსებინა, რაც შენც არის. Wow. მე ხო, ანუ ჩემ დიდად არ გამომდის მოკლედ ეს ინფლუენსერობა და ჩემი ნახდად არ არის რა ეს reviews და TikTok-თან საერთოდ არ მეგობრობ და არც მიყვარს დიდად შესვლა TikTok-ში განამაც იცის. ამიტომ გადავსხვი და სხვანაირი არხი მეპავა, რომ ჩემი აზრი ან რაღაც გამეზიარებინა თქვენთვის, მოკლედ თვეში ერთხელ or კვირაში ერთხელ depends on როგორი ინტენსიური ან როგორი passion მექნება ამ პროექტთან დაკავშირებით, მინდა გავაკეთო ჩემი უბრალოდ გაკეთებული იქნება უკვე Spotify playlist-ი, იქნება pop-its, იქნება აზიელი მეგობრების ნამუშევრების გინდ იაპონიდან, გინდ კორეიდან, იქნება sometimes country, sometimes R&B. მე მოკლედ თითქმის ყველაფერს უსმენ hard rock-ის გარდა, როგორც ყველა იტყოდა. ამიტომ და ფანოღს არ უსმენ. ფანოღის პირველი ფანი ვარ, ისა მეყვარს. ამიტომ yes, თუ გინდათ. აუ, ძალიან საინტერესოა. ეგრევე ყველა დაგასუბსკრაიბებთ თუ რა არის Spotify-ზე არც ვიცი. არაფერი, ანუ არანაირი მონეტიზაცია მე არ შემიძლია, მან და არც მჭირდება. და კიდე არც მჭირდება ტიშიტო. cover am playlists cover-საც ან დავხატავ ან რაღაცას გავაკეთებ. Please do. Each month. That's the only interesting part in all of these. Cover-ი ვნახოთ რა გააკეთეთ, არა შენი მუსიკალური გამოვნება გაიასნებულია რა. It's not that special. It's weird. It's not that good. It's very bipolar. უბრალოდ შედით და დახედეთ რა მენს დავითი. That's all I can say. იმიტომ რომ მართლა ბიპს არ დავადებ, просто დავამიუთა. გადავიდო ჩემ თემაზე, რომელიც არის ჩემ ფეხსაცმელი მეგობრებმა. Oh my god! Isn't it gorgeous? დავით, შენგან ველოდებოდი უფრო დიდ რავი, გულშემატკივრობას, hype-ს, cover-ი ვნახოთ რა გააკეთეთ, არა შენი მუსიკალური გამოვნება გაიასნებულია რა. It's not that special. გვერდში დგომას რომ ანა ძალიან გიხდება something, მაგრამ შურიანი ხარ, იმიტომ რომ ბიჭები ვერ იცვამთ მარანტებს. მაგრამ რა თქმა უნდა შეგიძლია ჩაიცვა. კარგი არა. ძალიან კაი ხარისხია, იმენა ორიგინალის ხარისხია, prove me wrong. ტაობაზე თუ იხდი ძვირს, მართლა ძალიან კაი ხარისხი ჩამოდის. მაგრამ ერთი შეიძლება ვთქვა? ხილად? ლაფაეთში რომ მოიზამე იქ ფერი ჯერ უკეთესი იყო. შავი? არა, იქ იყო ნაცრისფერი. ეგ ფერიც გამოვიწერე, ხაკის ფერი, I would say. I'm obsessed, you guys. კომფორტულებია? აი, დღეს ფიქრობდი ხალხო, ამაზე კომფორტული ფეხსაცმელი მართლა არ არსებობს, იმიტომ რომ მე ზუსტად ვერ გავარკვევ ბრტყელტერფიანი ვარ თუ არა, რაღაცნაირ ტერფიანი ვარ რა და სულ აი ბალეტკები როცა მაცვია ძალიან მიჭირს სიარული და ეს რომ მაღალზე არის, თან ქუსლიანები როცა მაცვია რთულია, ის ყველაფერში ვარდება ქუსლი რა. ეს ხო თან ბოტასია და თან მაღალზე, ანუ ყველაზე კარგი კომბინაცია, ყველაზე კომფორტული ფეხსაცმელია, თან მაღლები რო გაცვია, ტანი სხვანაირად გება გინდა არ გინდა რა, უფრო ისე ტონუსში ჩანხარ. I'm obsessed. ანუ იმენა ვგიჟდები. Making the sidewalk a runway. Okay. მაგრამ ჩემ ფეხსაცმელების ობსესია ამით არ მთავრდება, როგორც Sex and the City's OG fan. Manolo Blahnik. დაობავდა. არა, sweetie. ანუ არ მიყიდია, მაგრამ ეხლა არის Manolo-ების sample sale. იყო უფრო სწორად და სად? New York-ში. ავინე ბაიერი ყავს New York-ში და არ ვიცი. ბაიერი არ მყავს, მაგრამ თელი ჩემი TikTok ალგორითმი არის მანდ და გოგოები რო დილის 4-ზე დგებიან და რო წავიდნენ და რიგში ჩა ღარიბი ტიპები კი არ არიან, ანუ ვინც აი 5 წელს ყიდულობს. ყველას ევასება. ანუ ფული აქვთ და მიდიან მაინც იმისთვის, რომ ფეხსაცმელები ფასტაკლებით იყიდან. ისი რა, income statement-ი უნდა იყოს ყველა sample sale-ზე, საჭირო რომ წარადგინო, იმიტომ რომ არ უნდა იშვებოდეს ადამიანი. Exactly. ანუ როცა ძალიან ბევრი ფული გაქვს, დაეტიე სახლში და გვაცადე
ჩვენ ან დავითის ნაირებს მაგრამ ნახე როგორ თემა არის საქართველოსთან უბრალოდ გოგჩები ვინ ცხოვრობენ ნიუ-იორკში ძალიან ბევრი დადის ამ sample sales-ზე და მე უკვე ეს მაღაზიები რო არის აქ პოპულარული ეგეც ძალიან ჭკვიანური ბიზნეს გეგმაა ყოჩაღ უბრალოდ ანუ კიდე ერთი ჰოლი რო შემხდეს მართლა 500 ჰოლს უყურე რომ რა იყიდეს გოგოებმა არა $275 ღირდა მანოლოები ძალიან დიდი ბოდიში ხო მე ძანიები ხო იმასთან შედარებით რაც ღირს არც ვიცი ორიგინალი ფასი რა არის მაგრამ თან მე რეიც რაზო ფიქრობდი ანუ ეს მანოლო მარკეტზე გამოიყვანა იმერან Carrie Bradshaw's character-მა რა ძალიან ნიშ ბრენდი მე მინდა ხო ანუ რა იქნებოდა რაღაცა იქნებოდა მაგრამ ისტორია იყო მან და არ მახსოვს დამავწყდა რატო არჩე კონკრეტულად მანოლო თვითონ SJP-ს ევასებოდა ძალიან მანოლოები და მაგიტო ხო მეც მაქვს მანი რომელიღაც ინტერვიუში მაგრამ რაღაცა თქვა და კონკრეტულად არ მაგრამ მე თვითონ ძალიან მომწონს ეს ფეხსას არ ვიცი რადგან Sarah Jessica-ს აცვია ხოლმე ყოველთვის Carrie-ს თუ რა არის ანუ Sex and the City-ში ძალიან გაღმერთებულია ეს ხდება მგონია მე ხვდა ისეთი versatile არის თან ძალიან ბევრნაირი დიზაინი აქვს და ძალიან თამამი და ძალიან განსხვავებული ანუ აი ლაბუტენები ხო არის ყველა ერთნაირია კლასიკურად რაღაცა ყველა კომფორტულია ხო ყველა არა კომფორტულია ამაზე ამბობენ ზოგი რომ არა კომფორტულია მაგრამ აი თვითონ დიზაინი რაღაც მწვანე ყვითელი ფერები ძალიან ლამაზია ხო I love that მე რა ნიუ-იორკში გადავალ აუცილებლად ვესტუმრები Sidewalks როგორ გადაეული თუ არა ლაბუტენებში კარტა მანოლოებში დავითი საყვარელი ვიდეოა ხალხო ვიდეოების რა ვიცი მთელი ჯაჭვი ესე საზღვარგარეთ რო ვარ ხოლმე ჩაცვლის რო არის Carrie Bradshaw და უცებ ესე ზადნით დაიწყებს სირბილს ანუ Carrie რო გადადის ხოლმე გადასასვლელზე და ვიდეო უნდა გადაუღო როგორ გადადის ანუ უიჭველი მექნება ერთი 10 ეგეთ ვიდეო მაგრამ კომოზე გადავიღეთ პარიზში გადავიღეთ შე რომელი გახსოვს პალერმოში. შენ ვაფშე სხვა გახსოვს. იმიტომ რომ ევროპაში ვეწევი, სულ უბრალოდ ვეწეოდი, სულ თეთრ მალბოროს. და თეთრი მალბორო ხო ანუ სინონიმი არის Carrie Bradshaw-ში. ან character-ში შედიხარ ხოლმე, ან ისე ლამაზად გადარბის. მე უბრალოდ არ მიცე შემს ხო ამის გამეორების აღარ. ნიჭი არის მეგობრებო, იმიტომ რომ თავიდან უნდა ნელა და იწყო მე რომ დააჩქარდე, მე ისე უნდა შეანელო და თან არ მირბიხარ. ფარფატებ. Period. ძართული არის შენი წონითი კატეგორიის ადამიანებს შეუძლიათ ფარფატებ. ძართული არის ასევე ბოწესებით ამ ყველაფრის გაკეთება დარწმუნებული ქუსლებით უბრალოდ. ეს ცოტათი ძვალი ამბავი არის, მაგრამ მაინტერესებს შენი აზრი, როგორც აქტიური მეიქაპის მომხმარებელი, ნახე თუ არა. მე Louis Vuitton. ანუ მართლა მეუნები აქტიორი. Really? მიყვარს რა აი მან დავიბრენ. ზურგს უკან მე და მენგი რას გეძახით, იცი? რა? Spakla girl. Sephora-ს კატალოგში ხო ხარ გარკვეული? ასე თუ ისე ფასებში არ ყვევი? კი, ფასების ზოგადად ჩემი passion არის ფასები ყველაფრის. Market value. მოკლედ Louis Vuitton-მა პირველად გამოუშვა თავიანთი კოლექცია მეიქაპის და თურმე ეს არ ვიცოდი, ახლა ხანს გავიგე რომ ყოფილა კოლაბორაცია Pat McGrath-თან და ვინც არიცით, ეგ არის ძალიან ცნობილი makeup artist. ყველაზე ცნობილი ბოლო პერიოდში ლუკი იყო Maison Margiela-ს ერთ-ერთ კოლექციაზე, რომ ეს გადაკლიცინებული glassy კუკლას make-up-ი რო იყო, თუ გახსოვს. ეგ არის მაგის მოფიქრებული. მოკლედ ეგ ხალი ვაფშე ძალიან გენიოსი არის. თავისი make-up line-იც აქვს, მაგრამ ახლა დაიხმარა Louis Vuitton-ს, რომ შეექმნა ეს ახალი ის ფასები ნახეთ რა. ანუ $150 ღირდა ხო მე მგონი რაღაც 200 რაღაც ღირდა palette ალბათ ამოყიდული არის კოლექცია იმიტომ რომ eBay-ზე შემხვდა გადამყიდული და Louis Vuitton-ის თვალის ჭრტილები იყიდება $1150 crazy პომადა იყიდება $760 მე შემხვდა მიქეილას ვიდეო სადაც გაუგზავნეს რა თქმა უნდა peer package Louis Vuitton რომელიც ინთება დამბები ხო ხო და ლაპარაკობს რომ ვითომ ამას აწובה რომ აი ესეთი ძვირიანი რატო არის რანაირად უნდა ღირდეს მაკიაჟი ესე ძვირი მე ისვამს და ამბობს რომ ვაუ აი ნამდვილად არის ის ხარისხი მაგრამ მაინც ვერ ვამართლებ ესე ძვირი რატო ღირს ანუ ძალიან შეფარული მარკეტინგი იყო მეთქი შეგაიძვე რა რამდენი სუხთიან ხო დარწმუნებული ანუ ძალიან ბევრს ალბათ მაგრამ აი ესე დაიწყო რომ ხალხო ანუ აი რა ფასი ამითი ჩაგიჭირა ჯიბეს ჩაგისვა რომ დაინტერესდი რომ ამ ფასიანი რა უნდა იყოს მე რეგეონება რომ უკარგეს ძალიან მეთქი girl you know your shit lipstick and lip balm იყო $160 eyeshadow palette-ები იყო $250 ანუ აი lipstick-ში რა უნდა გააკეთო ისეთი რომ $150 არის 160 არ დავაკლოთ That's crazy plus tax I would do you მაგრამ რა თქმა უნდა Jeffree Star-მა
ძალიან მიყვარს ხალხო აი მეიქაპ ინდუსტრიაში მე ყველაზე მეტად მევასება Jeffree Star იმიტომ რომ What about you? მიუკერძოვებელია დარწმუნებული ვარ თავის ხრივ ეგეც არის მიუკერძოვებული და თავისი ბრენდის მიმართ თავისი ბრენდის და ზოგადადაც რა ხო რა ძალიან Republican არის ძალიან Republican და ძალიან მემარჯვენე და რა სპიჩებით გამოდის LGB is separate from Q and T. It's two different things. So I don't know why it was all lumped together. Მეთქი Jeffrey ან ისეთი რა gay ამერიკელი არ უნდა ბაზრობდეს ხლები უცნაური რო არის. ყოველთვის მე მგონია რომ როცა მოდაში იყო რომ ყოფილიყო Republican machine იყო far left და ახლა პირიქით არის. ბაზარი არის და მაგას რამ ხელოსით ამიჭირდება? მაგას ჭირდება ჭკვიანი გონება, იმიტომ რომ უნდა რომ იყოს relevant. ხო, რელევანტურობა. კი, ჭკვიანია ბაზარი არის. და rage bait-ი რა გააჩნია ვინ არის მისი ესეთი აუდიტორია. რა გავაგზავნოთ მაშინ ეს თემა? გთხოვთ მეგობრებო, ჩვენი რეკომენდაცია რომ არ დახარჯოთ ამდენი თანხა მეიქაპში. საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი კოსმეტიკერის ერთ-ერთი თემნა კვასალია, რომელიც ახლა ხანს გადავიდა Gucci-ში. შენც ალბათ გადახედე ხო ახლა კოლექციას? შენ stories გადავხედე. ჩემ close-up-ში იყო რაღაც პრეზენტაცია, იმიტომ რომ მოკლედ მეგობრებო, I want to justify it. ჩემ უმეტესობა მეგობრებს ძალიან მოეწონა ეს კოლექცია და ვაფშე ჩემ გარშემო ძალიან ბევრი არის აღთავანებული ამ კოლექციით. მე არ ვამბობ, რომ ეს კოლექცია ცუდია, მაგრამ მე ვთვლი იმის გათვალისწინებით თუ რა ხდება თქვა სხვა ბრენდებში, იმიტომ რომ ამ წელს ხო ძალიან დიდი ეს კრეატიული დირექტორების გადმოცვლა მიმოცვლა იყო. Jonathan Anderson-მა, რომელიც Louis-დან გადავიდა Dior-ში, რაც გააკეთა და ის პირველი კოლექცია რაც დადო, ჩემთვის იყო რაღაც აი ფენომენალური. აი მან გამოშტერებული ვიყავი. ან Glenn Martins, რომელიც Y-Tube, Y project-დან მევასება და ახლა რომ Maison Margiela-ში არის და ან რასაც ეკაკეთებს, ეგეც არის რაღაც breathtaking და მე უბრალოდ რაც დავინახე Gucci-ში იყო რომ ერთადერთი იყო რომ ბევრი წერდა რომ ანუ აი დემნას ის ჩანსო რა ხელიო. ეგ ალბათ კარგი არის რომ ანუ ეგრევე გეტყობა, მაგრამ ეგ შენი იდენტობა ეს oversize stuff ისეთი მიმული იყო კონკრეტულად Balenciaga-სთან რომ მგონია რომ აი Gucci-სთან უცებ სხვა რაღაცას ველოდებოდი რა. ხა. თან ყველაზე კარგი outfit-ები რაც მომეწონა ძირითადად ინსპირირებული იყო Tom Ford-ის Gucci-თან ანუ მეცოლოდი დამნასკან. ანუ ორი ლუკი იყო ერთ-ერთი ლუკი იყო რომელიც მართლა ძალიან არ მომეწონა, იმიტომ რომ ძალიან ძველ Gucci-ს გავდა. აი იაფარულაოს რო ევასება ხო ეს კაბები, რომელიც ანუ თავიდან მომდრო კაბაა და აი ფოტოს შევსვამ. ხო ხტები it's not something new. I get it. მაგრამ ზოგიერთი ნაწილი იყო რაღაც აი მალტილდან რო იყო. ხო, ნახე და ეს ფოტოები რო იყო და ქვემოთ რო ეწერა იტალიური სახელები, ქალების სახელი, ხო? არა. თუ რა იყო? მან დიყავთ რომ იდეა იყო რომ გაეკეთებინათ უბრალოდ ახლა ხანს იყო მილანში პრემიერა ფილმის, short movies, რომელიც ამ კოლექციის ყველა outfit-ს წარადგენს და მან თამაშობს Demi Moore. ჯერჯერობით არ მინახავს, ამიტომ კომენტარს არ გავაკეთებ მაგაზე. და თლიანად ეს კონცეფცია იყო La Familia and the family და ანუ ქვემოთ წარწერები იყო სათითაოდ ყველა Gucci-ს არქეტიპის, ანუ Gucci-ს მყიდველის არქეტიპის. ერთ-ერთი იყო სახელი არ მახსოვს აი აქ ჩავსვამთ, რომელიც ნიშნავს აი მილანის ბებიები რო არიან, ხო იცი აი with რაღაც მსგავს. იყო ინფლუენსერი, ერთი იყო ბომბა, მგონი ალექს კონსანი იყო ბომბა. ანუ დაახლოებით ისეთი რაღაც იყო, რომ აი ჩიკა რო იყოს სახელი და ხო, მაგრამ უფრო განზოგადებული მოხდი. ან ჩიკა კონკრეტულს მემართებ. რამე ეგეთი სახე, აი ნაირა და ნაირას რა ეცმეო და ხო და არა, მაგას ვამბობ რომ არა. სახელები არის ხო? არის სახელები არა. ანუ ეგ არის ანუ აი ადამიანს აი თქვა თავიც აი გოიმი ხო არის თქვა რაღაც განზოგადებული. ხო, რაღაც ტერმინი ხო არის რომელიც აერთიანებს რაღაც. ანუ სახელები არის ხო? მე ვუყურე ვიდეოს და თითქოს ეგრე, მაგრამ კარგად არ მოусმენდი, იმიტომ რომ I was like I don't care. ხო და ეგ უკვე საინტერესო მიდგომა ხდები? got it. Diva მგონი თუ მე ერთი იყო star. მივხვდი ანუ რაღაც კატეგორიები იყო. Okay, got it. ეგ ძალიან ისეთი განსხვავებულია რა, ის რო ფილმიც არის, ეგეც ძალიან განსხვავებულია. ფილმი ნაწყვეტები ვნახე მხოლოდ style.com-ზე, ეგეც ქართველი ჩვენი. აი ვიცი, ჯერჯერობით დიდად აღსავანებული არა, მაგრამ მგონია რომ შემდეგ კოლექციები უკეთესი იქნება. Fingers crossed. We're not hating. თორე სად უნდა დავხარჯო ამდენი ფული, თორე Gucci-ს 2026 წლის გაზაფხულის ზაფხულის ასევე უნდა დავალოთ business of მაგრამ ხა შემოდგომ ზამთრის დაიდროპა თუ გაზაფხულის spring ready to wear okay და მე მაინტერესებს გაყიდვები გაიზრდება თუ არა იმიტომ თუ გაიზრდა მაშინ უკვე ვაღიარებ რა hands down დემნა მიცის საკეთებს საბოლოო ჯამში უბრალოდ ეს ჩემპირადი აზრი არის I'm not hating შემდეგ ასევე ნიჭიერ ქართულზე რო გადავიდეთ London Fashion Week-ზე უკვე გვასახელა
I know. San proud moment-ი მქონდა. თან ძალიან ბევრი უცხოელის დადებული TikTok ვიდეო შემხვდა ეს by Anna. ძალიან iconic იყო. ერთი მე რო ანა მქვია და ანა ვინტორს ანა ქვია ხო ჩემთვის უდიდეს ფლექსია დღემდე. და შენი აზრით გიორგი ქაბურიამ შენ გიგულისხმა თუ ანა ვინტორე? მე არსად არ წავსულვარ, so probably She's right here you guys. I'm right here. ანუ ორი მთავარი მომენტი იყო ქებურია შოუზე, ლონდონის Fashion Week-ზე. ერთი ის რომ ეს ანას მომენტი ძალიან viral გახდა, მეორე ის რომ mama flex-ი. მეში გაიზარდა ბიჭი და მაინც დაიხრჩო, ნოლი თვითი ნოლი ხურატება მაინც გაიძრო. ჩვენ მე არ ვიცოდი მართლა სანამ არ იყო თბილისი open air. მან არ გავია. ხო და ხალხი ხო გიждდება რაღაც ახალგაზრდა თაობას ჩაჭერილია. და ის რომ ქებურიამ გადაწყვიტა let's fucking take it to London. მე მგონი რომ ქებური უყურებს როგორც აი camp. მიხვდი it's very campy. ძალიან კარგი ხედვა აქვს ძალიან ბევრ ამაზე მაგ ბიჭი მარკეტინგულად TikTok-ებსაც რო ედებს ხოლმე ყოველთვის მომწონს სიზას რო ეცვან ბოლოს ქებურია ვაფშე რანაირად გადიან დიზაინერები ასეთ ეილის ხალხსა ანუ მაგას დიზაინერი ხდის ფულს ეგ მაინტერესებს ეგ როგორ ხდება არ ვიცი მაგრამ ერთი პერიოდი იყო თუ არ ვცდები ლალა თუ რაღაცა რქვა ამ ქალს რომელსაც აქვს ეს სააგენტო რა სტაილისტ სააგენტო LA-ში და ანუ აი ქართველია? ხო და Kendall Jenner-ს ან Max Astos ვინმეს თუ ეცვა Kylie Jenner-ს კონდა მე მგონი ქებური სათვალე? ხო აი ყველაფერი რაც ხდებოდა ხდებოდა ჩერის მაგალით რა და ანუ მაგან გაიყვანა ეს ბევრი ქართველი დიზაინერი ხო შენ რო ახსენე Dazed-მა ხო და მაგრამ Dazed ზოგადად საქართველოს და თბილისში ძალიან ევასება და სულ წერს ჩვენზე Dazed ვინ არის? როგორ გამომცემლობა ოკეი და ასევე Julia Fox-მა და კომენტარა რომ I need to wear it right now. ამიტომ გიორგი გავგზავნე ჩვენი სახელით. ერის. ქართველი ერის. ხალხი წერდა ქართველი ერის მორიგი გამარჯობა კომენტარებში, რადგან Julia Fox-მა დააკომენტარა. I cannot agree more. ჩვენს ჭირდება მაგავე გიორგი, ამიტომ where are they? ძალიან iconic იქნება. Вообще საღოლ რამე მართლა ძალიან მიხარია და ქებურიაზე უფრო დიდი დიზაინერი და ცნობილი ამ ეტაპზე ქართველი ვინ არის? დემნა. ნუ და, მაგრამ იცი როგორი აი ქებური არის ლოკალურად ანუ აქ ცხოვრობს, აქ მოღვაწეობს, აქ აკეთებს კოლექციას და დემნა უკვე ისეთია ხო ხტები? არის რამოდენიმე, მაგრამ აუ ისე მინდა ქებურიაც გაიჩითოს როგორც დემნა არის, რაღაც დიდი მოდის სახლის კრეატიულ ხელმძღვანელად. I think one day that will happen. Maybe. გააჩნიათ ვითომ რა უნდა. შეიძლება თავისი ბრენდი. ანუ ზოგი არის რომ არ უნდა, ზოგ დიზაინერი. ნუ ანუ ხო ხტები დემნა მე ჩემეცად ძალიან რთული არის, როდესაც შენ გაქვს შენი კრეატიული ხედვა და მიდიხარ სახლში, რომელსაც აქვს თავისი რაღაც ბოჭავს თითქოს, ხო? ნუ ხო, მაგრამ ზოგიერთთვის აქ ბოჭი. დემნა არ შებოჭილა Balenciaga-ში, მაგრამ ალბათ რაღაცები არის მაინც. სად სრული თავისუფლება რო გაქვს შენ რო ხარ შენი თავის. ხო, მან უკვე ვაფშე თავიდან, მაგრამ მან უფრო გეშნია კიდევაც, იმიტომ რომ ეგ ისტორია რა აქვს, brand heritage არა აქვს, მიხვდი? იქნება ახლა. Oh my god, that is so difficult. ამ მოდი სახლებზე გამახსენდა ახალი დრამა რო არის ნახე? დათუნასული გაშველი გაგიგია? კი. მოკლედ, ძალიან ცნობილი დიზაინერი იყო, ეხლა არ მხდება თვალში, მაგრამ აი ეგ ხო უფრო 10 წლის წინ შეკვეთის თემა ის. ხო, შეკვეთის, აი რაღაც სელებრიტების, ქართველი სელებრიტების საყვარელი მეგობარი დიზაინერი რა, ყველგან იჩითებოდა ხოლმე და ეხლა რაღაც დრამა იწია, თურმე მიუწერია ამ თავისი ნაცნობი ხალხისთვის, რომ აი ამოყიდვა გვაქვს და რაღაც 500 ლარად სამკაბეს გამოგიგზავნი და რაღაც და ამეთმა კიო ერთ-ერთმა გოგომ ჩაწერა ვიდეო რა, TikTok-ერი არის. ხო და ესე მიწერა რომ სამკაბეს გამოგიგზავნიო და ამაში 120 ევრო მაქვს მარტო ნაჭერში გადახდილი, ამაში რაღაც ევრო მაქვს, ანუ ძალიან ძვირიანები უბრალოდ და გვინდაო რომ ამოვყიდათო. ამას გადაურიცხია ფული და კაბები არ მისდით. ანუ ფული გადაიხადეს 500 ლარი სამკაბეში, რომ ძალიან კაი ფასია, რა ვიცი არაშიც ვერ იყიდი. მაგრამ არ უგზავნის რა და მე ამაზე ჩაწერეს ვიდეო, იმიტომ რომ მარტო ეს გოგო არ არის, თურმე ძალიან ბევრს გავუკეთა ეგეთი რაღაც რა და ძალიან მიკურს, იმიტომ რომ ძალიან ცნობილი ტიპი იყო, ხვდები? და მე მეგონა რა არის ლაპარაკი? არა, უიჭველი ლაპარაკი, მაგრამ მე ვიღაცა გამოესარჩლა ამ თელ ამბავს, რომ რაღაც addiction აქვს ამასო და გთხოვთო კიდე უფრო ნუმატებთო რაღაც ფსიქოლოგიურად ამ ყველაფერსო, რომ ყველა ლაპარაკდა ამ თემაზე. Enablism არ მომწონს ვერ გავიგე, არაფერს ვერ არის, ანუ
ბაზარი არ არის, არაფრში არ არის, მაგრამ ის ფაქტი, რომ ანუ რეპუტაცია ხო აქვს ადამიანს, რომ ამდენი წელი აშენებდი რაღაცას შენი სახელი ჟღერს, ასე თუ ისე, ხო? ნუ დათუნას ლილიკაშვილი შენს განგია მეცამი. ხო და აი ესე ჭრდილს რო აყენებ, ანუ მართლა რაღაც პრობლემა არსებობს ჩემი აზრით რა, მაგრამ ეს რამდენად აძლევს იმის საფუძველს და უფლებას, რომ ხალხს ფული წაღლიტოს, I don't know. Man, that was weird, right? შემეცოდა თუ მართლა ეგრე არის. არავინ არ ვიცით და we're all alleging, არ ვჭარავთ მეგობრებო, მაგრამ არა ეგ ლამაზი ფაქტი ნახდა და არის ფულის ერთმევა. მაგრამ ჩემთვისაც რომ ეწერა 500 ლარატო სამკაბას განვანო. ეგრე მეთქი 500 ლარი ჩამირიცხეთ ხალხო და გადავიდეთ. მაგრამ უნდა მოიზომოთ ამბები არა? I don't care. For 500 laris for a designer dresses. არა აქვს მნიშვნელობა ვინ დიზაინერია ხალხო. მე ვარ რაღაც მომენტში დავიცი რა. აი რაღაცის მონაო ვიჩთები ხოლმე ხანდახან. Never. ანუ ჩემზე მომთარა she can be. შენ ანუ არ ხარ ეგეთი რომ იმის გამო რომ ბრენდია რაღაცას ჩაიცვა? No. არა? მე ვარ. აი თუ არ მომეწონა, ან თუ მომეწონა და ის ბრენდი რომელიც მომწონს, აი ძალიან კაი ლოევეს რაღაცა რომ მოგცა, რაც იმენა არ მოგწონს, მაგრამ ლოევი არ ჩაიცვა. მაიგი ბევრი ვიცი ლოევეს რაღაცა რაც არ მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომწონს ეგ ბრენდი. I would. აი დიდი მაიკები რო არის ლოევი რო ხატი ცხოვრებაში არ ჩავიცმავდე. აუ ბაზარი არ არის, მაგრამ მე მაინც შავიცვამდე. მაი სათვალები რო აქვს ესეთი დაბერილი, არასდროს არ გავიკეთებდე. Okay. გადავყიდე და რამას ვიყიდე. I don't want to speak more on that drama, იმიტომ რომ არ ვიცით არაფერი და თუ იმაზე ესაუბრეთ და ჩვენ თქვი არ მინდა რომ უფრო მართლა მეტი დავამატოთ ამ topics. მაგრამ it's weird. ვინმე რო დაეხმაროს, ჩემი აზრით, ანუ შე რო ეგეთ რაღაც გააკეთო, მე ჩავერავი. და მოგიყვან ჭაობი და მე მართლა მჯერა, რომ შემიძლია addiction ვისაც აქვს ისეთ ადამიანებს დავეხმარა. მგონი არის სიტყვები შემიძლია ხალხი გამკურნო. ძალიან მიხარია ესე იგი, არ გქონია თვითონ რა ქვია, შეხება ადამიანთან ვისაც აქვს addiction, იმიტომ რომ it looks very. ხო, ბაზარი არა. არ თვითონ მქონია, მაგრამ ანუ ვიცი რომ საკმაოდ სერიოზული თემა არის მithmetic საქართველოში. აი მაგას რასაც შენ ეძახი, ქვია intervention და გაუცილებლად საჭირო არის. როდესაც ხედავ რომ შენ ან შეგვიძლია hotline დავწეროთ if you are struggling with addiction, შეგვიძლია დარეკო. გვაქვს hotline ქვეყანაში? გონი უნდა იყოს horror-ზე რო გადავიდეთ, ახალ ფილმს ვუყურე, რომელიც საკმაოდ randomly შემხვდა, ქვია American Sweatshop. თამაშობს Lily Reinhardt თუ იცი? იმენა არ მევასება 50 ჯერ კითხარი და შენ მაინც სახეში მაფარებ. და ხალხო, მოკლედ ფილმი არის რაზე? არის ერთი დიდი კომპანია, რომელს არ ვასახელებთ მეთქი. Why? ხალხო, იმენა არ მესმის, მაგრამ ყველა მიცით, დაფიქრდით რომელ კომპანიაზე ეს. ან თუ არიცით მეგობარს ჩავგდოთ და კითხეთ და ვიღაცა გეტყვით მოკლედ, რომელიც მუშაობს TikTok-თან ასევე მუშაობს და მთავარი საქმე მანდ არის, რომ ხალხმა გააკეთოს ეს ამოსაჭრელი ხება. რატო? შევჭა. მოკლედ ამ კომპანიაში ეს სასტავი მუშაობს, რომელსაც ხვდებათ ეს TikTok ვიდეოები, რომლებიც დაფლეგდა. მან შეიძლება შეხვდეს ადამიანი როგორ ყავს ადამიანს, რაღაც გაუპატიურების სცენები, აი საშინელი რაღაც სცენები, ასევე ვიცი რომ მგონი ფსიქოლოგის უფასო საათები აქვს და რაღაცები. მე მგონი ადრე ქონდეთ და ეხლა აღარ აქვს თუ რაღაც ეგეთი. და კინო არის ზუსტად იგივენაირ კომპანიაზე, რომელიც აკეთებს ამ TikTok მოდერირებას თუ გაფილტრას და ეს Lily მუშაობს ამ კომპანიაში და ჩანს თუ როგორ უყურებს ამ ვიდეო. მაგ თემა ზუსტად ეგ არის. და ანუ მან დასწავლიან რომ როგორ უნდა დაიფლეგოს რაღაცები, რომ ისე არ შეიძლება რომ პროსტა დაფლეგო ყველაფერი, იმიტომ რომ მაგის გამოშლება სამსახური დაკარგო. მე ეს ფსიქოლოგის თემებზე მან ხედავ. და ანუ ძალიან ბევრი დასწავლება არ მინდა, ვიცი რომ ანუ ესე კინოში როგორ ხდება, რომ ანუ ნახავს ერთ ვიდეოს, საკმაოდ საშინელ ვიდეოს, რითიც დაინტერესდება და ნახავს რომ რაღაც active case-ი არსებობს უკვე ამ თემასთან დაკავშირებით და უბრალოდ უნდა რომ აი victims დაეხმაროს, technically არ შეუძლია, იმიტომ რომ ანუ legally აქვს მოწერილი ხელი რომ მაგის უფლება არ არის ამის შარების და რაღაცები. მოკლედ საინტერესო ფილმი არის. ანუ ფენომენალურია თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ უბრალოდ ანუ ეგ კომპანია გამახსენდა და მაგაზე გამეცინა ძალიან. ძალიან სიგიჟეა. ანუ ამერიკაშიც თემა არის, იმიტომ რომ არ მგონია საქართველოსდან გაეტანათ რომ. არა, იქიდან დაიწყო. იქიდან დაიწყო ეს ყველაფერი. Yeah. არ ვიცი. ჩანგალი მჭირდება რომ შვიდათ. კაი, მე შევჭა მეგობრო. Thank you. რას ამბობდი? შემდეგ ეპიზოდთან ანა იწყებს ASMR segments მეგობრებო. კი.
არ გინდა შემომიერცხს და დავიწყო. რა დრო იყო ხალხო ASMR-ები, რომ ASMR-ობდა. ეხლა რაღაცნაირად ჩაწვა ცოტა რა. ჩემთვის არასდროს არ ASMR. ჩემთვის ძალიან აი ვიქიშდები. ჩემ მეგობარი მყავს რომელიც ვერ იძინებდა ისე რომ ASMR ვიდეო. არა, მსხალთ ეგეთი გატეული არ მქონდა, მაგრამ რო შემხვდებოდა, გავჩერდებოდი და მოვისმენდი ხმები. მე ხო არაფერზე ფანატიზებ არ მახასიათებს და არც მაგაზე მათ შორის. იცი ვის ახაც ფანატიზება, რომ გადავიდეთ უკვე საინტერესო თემაზე. Orlando Bloom. ისეთი კაი გადასვლა იყო, რომ მითხარი რაზე Orlando Bloom-მა ახლა შეიტარა პროცედურა, რომელსაც ჩავიწერე ნოუთებში, ქვია Affairs თუ არ ვწდები. და რა $15,000 მოგეთ ეს პროცედურა. That's nothing for him. სისხლიდან გაწმინდა microplastics. სისხლს რო გიწმინდავიდან თავიდან რო შემოდის, ეგ ძალიან კაია, გამიგია. ანუ მთელი სისხლი გამოიტუმბება ესე გადასხმაში. ირეცხება შენი სისხლი ფაქტობრივად და უკან შედის ორგანიზმში. Isn't it crazy? რამდენად კაია ნეტა ჯანმრთელობისთვის, იმიტომ რომ at that point I will be able to afford that. ხო, მაგრამ იცი რა თემა არის? მე არანაირი გამოცდილება არ მაქვს ამ თემას დაკავშირებით არანაირი research, მაგრამ ანუ ახალი სისხლი რო შედის შენ ორგანიზმში. გონი ძალიან კაია. ანუ ეს გაუცხოების თემა არ აქვს სისხლს. Probably I don't think that's how it works. Logically it makes sense. ჩემ გონებაში ეს პროცედურა როგორ მუშაობს, მაგრამ გონია რომ ეგრეთი მარტივი არ შეიძლება. That is my question. Microplastics. ეგრე საიდან იჩდება? საიდან იჩდება? აი პლასმაში შეფუთული რამე რო არის, ანუ გადადის საჭმელზე, ან თუნდაც straws, მაგალითად ხშირად მსმენია და საკმაოდ ძალიან დიდი mistake არის მეგობრებო მომისმენთ ყავას როცა სვამთ ხელს არ უნდა მოურიო პლასმასის აი ეგეთი ჩაჭერები არ შემილია ხო და მაგიტომ მოგიწევს $15,000 დახარჯვა როცა იქნები ნუ ორ წელში bitch მე იმენა ვიზა მე ხალხო ისეთი არა მეც ვიზა გიგები ბერფულს რო აი ყველაფერს რო იგებ მე ხო იცით აი რაღაც აი ნემსებს რო ირჭობენ აი ყველაფერს გავიკეთებ საერთოდ იმიტომ რომ ჯერ ერთი it's fun მე მეორე it might actually work აი ერთადერთი ვიცი რა შევარ დავხარჯავ დროს sound healing-ები და sound bath და რაღაცები გაგიგია მაგაზე იმენა არ მიფიქრია რა ხო იცი ხო აი ესეთი დიდი ისინი რო არის დოკები და ბუმ crystals ძალიან მიყვარს და აი crystals იმენა არ მესმის გონია რომ უბრალოდ კარგად გაყიდული შტერობა არის crystals და მთელი ლამაზად იმიტომ რომ ლამაზი არის ძალიან მე მიყვარს crystals and from a geological perspective და ეს აი არ ამგონია რომ ვარდის კვარცი რომ მიჭერს ხელში it's healing me მაგრამ მე მინდა რომ მჯეროდეს რომ it's healing me თუ დაიჯერებ იმიტომ რომ პლაცებოს ეფექტი და მოხდება მაგრამ ეგ არის დამოკიდებული ჯერა თუ არა ეს ყველაფერი ბაზარი არ არის მოკლედ we say no to microplastics ამიტომ Actually, botox-ებს როდის აი მართლა ერთი სული მაგ რა botox როდის botox-ები facelift ჩემი აი ველოდები 55 წლის რო ვიქნები რომ ეგრევე facelift გავიკეთო იმიტომ რომ კორეაში რო ვიყავით გახსოვს რაღაც ქალი რო იყო facelift-ით იმ რაკუშკებში ანუ facelift-ი რო ვინმეს აქ ეგრევე დედოფალი არის ხო მაგრამ არ გგონია რომ როდესაც გეტყობა რომ facelift-ი გაქვს ესე იგი კარგად არ გაქვს facelift-ი გაკეთებული იმიტომ ეტყობოდა რომ თმა ქონდა აწეული და ნაკერებს ხედავდით თორე არ დაეტყობოდა აა ვიცი მე არ ვუყურებდი უკან მიჭაკ Of course I did. გონია რომ შენც იმენა ეგეთი იქნები. ანუ ხალხო აი ფილერზეც ეგ პონტი მაქვს რა ხო გიყვები რომ მიჭირს რაღაც სვლილებ. ანუ ჰიპოთეტურად ძალიან ვემხრობი და მომწონს, მაგრამ უშუალოდ რო პრაქტიკაში გადმოვიტანო მიჭირს ეგრე იყო. ანუ ყველა ჩემ დაქალს ფეხები ქონდა გაპარსული at some point. მე მგონი 13 წლის რო ვიყავი და მე იმენა ვერ ვდგამდი მაგნაბის და დღემდე დამსდევს ეგ იასთან ანუ მინდა რომ ვინმე მომწოლოდა და დედა ჩემი ძალიან old school არის და რა თქმა უნდა არ მომაწებოდა პირიქით მეუნებოდა რომ არ გინდა და არაფერი რა თმა გაკან რამე ეგეთი ხო ხდები აი ეგ პაგალენია და ანუ ძალიან ანუ იმიტომ რომ ითარო გაკომპლექსებდა რაღაც მომენტში ხო ხდები აი ბავშვებთან მაგკომპლექსებდა მაგრამ მაინც არ ვდგამდი მაგნაბიჩ what is wrong with me და ეგეთი ვარ დღემდე ცხოვრებაში ხდები აი რაღაცა შეიძლება მაწუხებდეს მაგრამ მაინც არ შევცვლი ხო და ეგ კომპლექსი უნდა მოაგვარო ან ეგრე ჩარევით ან ფსიქოლოგიურად მიხდე Thank you. მინე გამიხსენი პერსპექტივა და აუცილებლად მე უბრალოდ არ ვარ fillers მომხრე იმიტომ რომ მე რაც მოვისმინე რაც წავიკითხე და you can debunk me or whatever ეს არის ჩემი აზრი საბოლოო ჯამში მაინც ბოლომდე არ იშლება მიგრირებს გეხუწები რა და მე ნახე როგორ გამოიტუმბება ეგ ყველაფერი შენი სისხლიდან Yeah
რასაც აუცილებლად ვიზამ, so it's okay. ყველაფერი არის გადაჭრადი აღმოფხვრადი თუ გაქვს ფული. ბარტერით ვიზამდი და ვერ გაიგო ამ ხალხმა და at this point I'm going to pay for that shit myself. ხო და არა, არ უნდა გააკეთო ბარტერით ჯობია, მიხვიდე კარგ სპეციალისტთან და უნდა გქონდეს თავისი სერტიფიკატი. კარგ სპეციალისტთან ბარტერით. თორე რა თქმა უნდა მოყვარულთან არ გავიგე. კარგ სპეციალისტს არ მგონია რა ბარტერის საჭიროება გქონდეს. კი. No. Shut up. მე ვიცი ერთი რომელიც არის middle, ანუ აი ნადარგა ერთიანეს. და ჩემი მეგობარი ეწერება 2 თვით ადრე თუ რაღაც. Fuck off, okay? ის ფაქტი მოისმინე, რომ დედოფალი აფარულავა მუნჯაროზეა. კი. მიყვარს. რა ხდება, იმიტომ რომ ჩემს სირგლე უკვე სიტყვა მუნჯარო ძალიან ხშირად მოზამბიკი მოგვერს და ახლა ვამბობთ რომ მუნჯარო უფრო ზვირიანია და უფრო ესეთი მიმზიდველი არის. უფრო კარგად მუშაობს, ფაქტია, იმიტომ რომ ყველა სელებრიტი არის მუნჯაროზა. I don't know. What's the difference actually? I have no idea. ძალიან ძვირი არის. აი ძალიან. რა დონის სიძურეზე გვაქვს? I might be able to pay. ჩემი ნაცნობს სჭირდება რომ გაიკეთოს მუნჯარო ოღონდ for health reasons. და მთლიანი პროცედურა სადღაც $60,000. $60,000 არის. საყოველთაო დაზღვევა არ ფარავს? თან საყოველთაო. აი ნუ კერძო კი არა საყოველთაო. ია ამბობდა რომ 1 წელია 6 მერე არ ჭამდია და საერთოდ ვერ დავიკელია და ჩემი ტრების გულზე გასახეთქა და აი ხა 10 კილო დაიკლა. ზუსტად. ეშიში. არ უნდა დამალო არასდროს. ფოტოშორის აქციაზე დავინახე, წითელი კაბით იყო დედოფლურად შუაში. Gucci იყო, I don't know. და მართლა ძალიან ვიძე იყო. ნუ აი ყოველთვის ვიძე არის, მაგრამ still. დაუბრუნდეთ ჰოლივუდს. საკმაოდ დიდი ამბავი გვაქვს. დუი. ჯიმი კიმელის გამოშვება თავის შოუდან. ჯერ ერთი ხალხს აუხსნათ ჯიმი კიმელი და ჯიმი ფელონი არის სხვადასხვა ადამიანი. ანუ კარგი რამდენიმე წელი დამჭირდა რომ გამესხოვებინა დამემახსოვრებინა რომელია. მე პირადად ჯიმი ფელონი უფრო მევასება ესე შორიდან არ ვიცი, უფრო ფან ტიპია. და ძალიან მაღაზიანებს ჯიმი ფელონი. აი შენაც გაქვს იცი აი არაობიექტური გაღიზიანება ბექაბლუმის იგივე მემართება მე ჯიმი ფელონზე. Why? აი რაღაცა გამაღიზიანებად ფამილიარული არის მსუმრებთან. ხო იცი რა. გიზდები ფამილიარულ ხალხს. მე არ შემოერთ, სადაც ანუ კაი გასაგებია რომ თქვა ანუ მისი აზრი უნდა მოისმინა, არ არის აუცილებელი რომ ანუ ყველაფერზე თანხმა მივხვდი. აი რაღაც overly active listening რა. ხო იცი რა ყველაფერზე თავს გიქნევენ და რაღაც it's a bit annoying. მე მაჯვა მე ხა ძალიან ჩავლებრივად ხარ. არა. ზოგადად ინტერვიუერის თავარი პრობლემა როგორ უნდა განასხვავო კარგი ინტერვიუერი და ცუდიო არის რომ სულ ასე თავს აქნევს. ანუ არ უნდა აქნიო გიჟევით თავი რა. ჩემი აზრით ანუ ეს არის night show, ანუ ვანო show სიტუაცია არის ორივე show. Wow, შეტარება. ზუსტად მივხვდეთ და ჯიმი კიმელი ჩემი აზრით უფრო ყურებადია, არ ვიცი, ძალიან ცნობილია. მე ვიცოდი რომ ფელონ უფრო rating. არ ვიცი, ესე ძალიან ყურებადია მოკლედ და ის პრობლემა გაიჩითა, რომ მოკლეს ჩარლი კირკ, მაგაზე კირკ ვაიმე, ჩემი რუსული პროსტა. ანუ აი მორბის რა გავაკეთო ხალხო, იმდენად კარგად ვიცი, რომ ბარდება თავისით. კაი ნუქშურს. გაგზავნა. ჩარლი კირკ. მოკლედ ჩარლი რომ მოკლეს, მაგაზე არის ტრამპს ეკითხებიან. I think very good, and by the way, right there you see all the trucks. They just started construction of the new ballroom for the White House, which is something they've been trying to get, as you know, for about 150 years. And it's going to be a beauty. It'll be an absolutely magnificent structure. ეს ჯიმი კიმელი თავის კომენტარს აკეთებს, რომ ესო არისო გლოვაო, როგორცო აი მე 4 წლის ბავშვია თავის მკვდარ თევს იგლოვებსო და არა ისე როგორც პრეზიდენტი თავის მეგობარსა რა. ასევე თან იმის საკმაოდ სერიოზული კომენტარი გააკეთა, რომ ძალიან მეცინებაა რომ მაგას სასტავს უნდაო რომ დაგვაჯეროს, რომ ჩარლი კერკის მკვლელი თავიანთი ანუ მაგათიანი არ იყო რა. და დემოკრატი იყო თუ რაღაც მოკლედ საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური განცხადება გააკეთა. ანუ რაღაც, მაგრამ ხვდები არაფერი ისეთი, ანუ ყოველი მეორე ვიდეო TikTok-ზე ეგეთ რაღაცას ამბობს და ეს show ABC-ი იყო და ABC არის Disney და Hulu-ში, მოკლედ Disney და Hulu-მ გამოუშვა ჯიმი კიმელი იმის გამო რომ ესეთი პოლიტიკური განცხადება გააკეთა. მე რასთან მინდა გავალ პარალელს, რომ აი ამერიკაზე ხო გვაქვს რაღაც ბოლო პერიოდი ჩაჭერა, რომ აი ამერიკა თუ როგორი ანუ grass is always greener on the other side. არ ვიცი ქართულად არის ეგ ფრაზა? კი, არ ვიცი მაგრამ. მაგალითად ხვდებით რომ ანუ მეორე მხარეს ყოველთვის უკეთესი არის რა. სინამდვილეში როცა ანუ ამერიკაში ხო ხვდები რომ იგივე პრობლემები არის ანუ free speech-ის გამო ადამიანებს თავის არის რა თქმა უნდა. თავის აზრი გამო. ძალიან გამიკვირდა, ანუ აი
არაფერი ისეთი არ ყოფილა, ხო ხვდები? ვაფშე რა ხდება, ანუ ერთმა გამოხატა თავის აზრით და მოკლეს, მეორემ გამოხატა აზრით და გამოუშვეს სამსახური. თან რა აზრი იყო, ანუ ვაფშე რატომ მოხდა? რაღაც სხვა პოლიტიკაც არის ამის უკან ჩემი აზრით, ტრამპმა გააკეთა კომენტარი, რომ ისა რა ქვია, არ არისო ნიჭიერიო და რეიტინგებიც არ აქვსო და მაგაზე ამან snarky კომენტარი გააკეთა, რომ well, დღეს ხომ ექნება ბოლო ეპიზოდზე თუ რაღაც, whatever. და ყველაზე სასაცილოა მეგობრებო, რომ დაიწყო უდიდესი ბოიკოტი ამერიკაში. სად გამსხვავდებით მიხვდი, რომ აი როგორ შეიკრა ქვეყანა რა. იმ დონემდე შეიკრა, რომ Disney და Hulu's ბოიკოტის მომენტში ამ Disney-მ დაკარგა 4 მილიარდი დოლარი in market value. უღირდათ ჯიმი კიმელის გაშვება ამან? მაშ, ერთ-ერთი ვინც გამოვიდა იყო, დაჟე ცრემლი, აი, ხო ხვდები როგორი ემოციური გამოსვლა ჰქონდა, Cynthia Nixon's. აბა ვინ არის? მოიცა? Cynthia Nixon. აუ, აი იმენა ვიცი ვინ არის? Cynthia Nixon. Miranda from Sex and the City. So. ანუ ან მანდი იყო და ან Desperate Housewives-ებში ვიხსენებდი რომელია Cynthia Nixon და ხოდა ყოლს ნაკლებად მიყვარს Sex and the City-ში, ამიტომ გამომართლეთ. არა და შენც იურისტი ხარ? ის წარმატებული იურისტია. ჩემგან განსხვავებით. ეგარო მithქვამს უკვე შენ და დავრეცინოთ. ხოდა მოკლედ ჩვენს ასევე ვუცხადებ საერთაშორისო Jimmy Kimmel's მე ჩემი subscription გავაუქმე Disney და Hulu-ს რომელიც არც მქონდა. ჩემი subscription პირატულ საიტზე გავაუქმე. არც დავდიოდი და არც ვაპირებდი რომ Disneyland-ში წავიდე, ამიტომ მეგობრებო we're good. უიჭოლი დაიწყებს ახალ shows. ან დაიწყებს ახალ shows-ან დააბრუნებს. ამერიკაში ეგ ხოდი არ არის როგორც საქართველოში რო არის ისტერია რომ ყველა ტელევიზიიდან YouTube-ზე გადავიდა იქ. საქართველოში ეგ ისტერია დაიწყო ვაფშე სხვა მიზეზების გამო. ხო, მაგრამ ანუ იმენა ყველა ეგრე არის ტელევიზიიდან YouTube-ზე გადასვალი, მაგრამ YouTube-ი მაინც ვერ მოიხო და ისე როგორც საჭიროა და what is happening. მე მგონი რომ ჩვენ აი სათავეში ვდგავართ მაგ ყველაფერს. Yes we. It's not funny. საქართველოს თემებზე რო დავიწყოთ ცოტა საუბარი, თამო ვაშალომიძე. დავსერიოზულდი მართლა ისედაც იყო ცრემლი მოვიდინე სახეზე. პირველ რიგში მინდა გითხრა და გამოვტყდა რომ არ მინახა სრული ინტერვიუ და სანამ ეს კლიპს ნახავდი რომ დაშორდნენ ჩვენმა ერთ-ერთმა მაყურებელმა მომწერა სადღაც 2 თვის წინ რიჭორი გავიგეო რომ თამო და თავის ქმარი დაშორდნენო რა, მაგრამ არ თქვაო, იმიტომ რომ ზუსტად არ ვიციო თუ რაღაცა და მეთქი okay girl. მაგრამ როგორც ჩანს, რასაც გვწერენ სიმართლეა ხოლმე. ეხლა მე რას ვფიქრობ? პირველ რიგში მაგ ინტერვიუში თამოს წარბები არის ძალიან მუქი. ანუ ძალიან მუქად ქონდა წარბები და მინდა რომ სასწრაფოდ შეცვალოს, იმიტომ რომ იმ დონის დედოფალია რომ ეს არ ეკადრება. ეს იყო კონსენსუსი ამ ყველაფერთან. ხო, ის ბიჭი თავიდანვე არ მომწონდა, ანუ არ ვიცი, შეიძლება ძალიან კაი ადამიანია, მაგრამ მე რა შთაბეჭდილებაც ვჩებოდა. ანუ ხო იცი, აი ჩუმები რო არიან და აი თავის პონჩი მკაცრები, მაგ ვაიბს მიტოვებდა რა რაღაცებზე რო ჭედავს სახლში, აი ეგეთი ტიპის და მე კაცები რო ჭედავენ, იმენა არ შემილია. მე მიყვარს, იცი როგორი კაცები? Samurai Turned Pretty. არ მაქვს ნახე. რომელსაც მე უყურე. კონრადი როგორი ტიპიც არის? აი ეგეთი ბიჭები მიყვარს, აი ცოტა ჩუმი, ძალიან deep რო არიან რეალურად. Wow. ანუ ვგიჟდები. Deep as in what? As in educated, intelligent. Mysterious. ანუ აი ჩემი ანტიპოდი რო იყოს მაგხრივ რომ ანუ ერთნაირად განათლებულები იასნად, მაგრამ მე რო ვიყო იაფერი და ის რო იყოს ჩუმი და აი ყველაფერი რო გულში უხარია და აი რო გისწორებს და ის თამოს ქმარი რო დაუბრუნდე ამ თემას. რა იცი როგორ იყო? ანუ აი იმენა მაგ ვაიბს მიტოვებდა რა, აი არ ლაპარაკობდა ხოლმე ვიდეოებში. რაღაცა აი წარბშეკრული იყო ხოლმე სულ და არ ვიცი, აი რაღაც კარგ შთაბეჭდილებას არ მიტოვებდა, არ ვიცი, ვინც ადევნებს თვალს, თქვენს გამიზარეთ, თქვენი, ამიტომ მიხარია რომ დაშორდნენ. მაგრამ სამზარეულოში რა ხდება, მაინც არის არ გვეცოდინება, ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის თამო ჩვენ შენთან ერთად ვართ. ყველაფერს ვიზამთ, რომ უფრო თესლი ბიჭი ააგდო. Wow. Maybe Bachelorette უნდა დავიწყოთ საქართველოში პირველი იყოს თამო ვაშალომიძე. ხმერთ აი გენიალური იდეა. და ვეჭვარი ვიცი რომ აი ნოუთბუქით იწერს ამ ყველაფერს. ძალიან კარგი იდეა. უბრალოდ მალე მინდა რომ ეს ეპიზოდი გავუშვათ, რომ სანამ დაანონსდება რომ რეალურად. ხო იცი როგორ ხდება? მე ვიტყვი რაღაცას და მეორე დღეს გავაკეთებ. ყოველ ეგრე ხდება. არ მიყურებია ინტერვიუს.
მე გქონდა რომ შენ უეჭველი გექნებოდა ნახე და მაგით წამოვწე. არა, აი მართლა წარბებზე გამექცა ყურადღება. მე გადავედი რომ ადრე ესე ქონდა თქო წარბები, თქო და გამეფანტა რა გონება. ADHD მეგობრებო თავისი ქნა. ანუ ჩავრთე, მე გავიფანტე და ვაფშე სხვაგან წავედი. Okay. მე მაშინ თამას მოდი. ბაცადოთ. თუმცა რატომაც არა. შეიძლება მისავალთიც არის. You'll never know. ანუ ხალი არის წარმატებული, აქვს წარმატებული მაგრამ ბრენდები. მე მგონი იცი რა არის? აი ის რა თავის ბრენდი მოხოდა, როგორც თვითონ ამბობდა, თავის ქმარის ძალიან დიდი მხარდაჭერის, თავი არის გეგმა, სტრატეგია, როგორ უნდა იმოქმედო, რა უნდა ააგო და აფსნა ყველაფერი და მე მგონი ამაში მხარს უჭერდა ის ბიჭი, როგორც ამან თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში ნიტო TikTok-ში. I don't know. თუ ეგრე არის ესე იგი, საჭირო იყო იმ ბიჭის თამას ცხოვრებაში არსებობა at some point, რომ ეს ყველაფერი შეიქმნა და თავისთავად დაეფუძნებინა როგორც independent businesswoman. რაც მან გააკეთა და მართლა ძალიან მიხარი, ამიტომ everything happens for a reason. და ყველაფერი ხდება უკეთესობისთვის. მე ამის ძალიან კარგად. ეს ხოთ გავგზავნეთ თამას გონია რომ. და ეს გამომგზავნით მე 9-დან 6 საათამდე სამსახურში, რომ არ ვარ კარგად ფაქტორს. It happens for a reason, Anna. ახლა ხანს ვუყურებ ვიდეოს ორი ძალიან ცნობილი მოდელის ანუკიაის და ალექს კონსანის ვიდეო Allure-თან. სადაც ერთმანეთს კითხავს უსმენდნენ. მოკლედ, იცი თუ არა დრამა ანუკაი ვაფშე არ ვიცი ვინა. მეგონა ანუკიაროში დაზოლაპარაკობდი, მაგრამ არა. But one day we will talk about that. სანამ იტყვი რომ არის, იცი პროსტა შეგიძლია თავი დამიქნიო and that will be more than enough. და მე კონტექსტით მიხვდები უკვე. I'm honest. მაგრამ ალექს კონსანი ვიცი ვინ არის, ясно. God, რაღაც business awards რო იყო, ხო არა, მან best model of the year. მან ხომ იყო ალექს კონსანი და ბევრი ამბობდა რომ ანუკნა მოეკო და ანუკია ძალიან გაბრაზებული იყო თუ რაღაც რამ ყველაფერთან დაკავშირებით. მოკლედ მაგორმა ჩაწერა ერთად ვიდეო, that's the whole point, რომ ანუ აი დაამტკიცონ they're friends above all and stuff like that. და ერთ-ერთი საინტერესო თემა, რასაც არასდროს არ გვისაუბრია და მგონია რომ ძალიან საინტერესო კონცეფცია, არის რომ განიხილეს ერთმანეთის რაიდერები. იცი რა არის რაიდერი? არა. რაიდერი არის, როდესაც აი talent, გინდი იყოს ცნობილი ადამიანი, მოდელი, whatever, როდესაც მოდის რაღაც წვეულებაზე, ან თქვა გადაღებაზე ინტერვიუსთან და ითხოვს, რომ აი ჩემ რაიდერში უნდა არის აი რა, ცხელი ლატე, თქვა არ ვიცი, სნექები, შენ შემთხვევაში რა უნდა ყოფილიყო? თრქული ტელევიზია. You know me better than that, okay? I know. რატომ ძალიან გავითიშე, ძალიან კარგი ხუმრობა უნდა გამაკეთებინა. I know. Shame on you. შენ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო ნუშის კრუასანი. No, როცა კამერის წინ უნდა დავჭდე ნუშის კრუასანს არ შევჩამ, რომელსაც 90000 კალორია აქვს. მოკლედ, და განიხილეს ერთმანეთის რაიდერები და ალექს კონსანი ამბობს რომ ერთ-ერთ შუტზეო პროსტა ჩავწერე რომ ახალი iPhone-ი თუ მაინტერესებდა. მომწოდენ თუ არა, საკურველი არ მისცეს. არ მისცეს? არა, მაგრამ ყველა რაიდერში მიწერია Uggs. ანუ ყველა შუტზე ახალ Uggs აწლევენ წარმოედგინე. მართლა? და Socks და რაღაც ეგეთებია. ტელეფონი რა დაპონჩია მისცეს? It's not that expensive. ანუ გასაგებია, მაგრამ ხახტები რაღაც sustainable უნდა იყოს ეს ყველაფერი, ასე რომ თქვა. რაიდერში ასევე უწერია რომ Tesla მანქანამ უნდა მოაკითხოს, which დედოფალია. რაღაცა ყველაზე random. ყველაზე random რა ქონდა კიდე იცი? დიპტიკის სანთელია. აი ეგეთ მე ვიტყოდ მგონი. ანუ დიპტიკის მიმოზე მეგობრებო. რაღაც ადრე მაგცველი ვიდეო ნანახი რა, აი ცნობილ ადამიანებს რა აქვთ ჩაწერილი რა და ძალიან random რაღაცები იყო, რაც არ მახსოვს. ახალ ძალიან დიდი ჭარე. ფერეს ჩერეზით არ ვიტყვი როგორ გავიგე ზემფირა ალბათ ყველა მიცით ძალიან ცნობილი რუსი, ну ex-რუსი ალბათ უკვე მომღერალი, აგენტი, რუსი აგენტი რა უწერია თავის რაიდერში. ანუ ერთ-ერთი მთავარი კონტრაქტშიაც უწერია, ეგ როგორ გავიგე არ მკითხავთ. რომ ყველგან სადაც იმყოფება ზემფირა, თქვა აი საქართველოს მოიწვია ხო თქვა, სადაც არ უნდა იყოს, უნდა კონდეს უფლება რომ მოწიოს სიგარეტი. თუ არ აქვს უფლება რომ მოწიოს სიგარეტი, ჯარიმდება კომპანია ვინც მოიწვია 2000 ევრო. სადაც არ უნდა იყოს მანქანაში, მანქანა უნდა იყოს. აი მანქანაში კი, მაგრამ რესტორანში ჩვენთან იკრძალება და. ხო და მაგას ამბნახე, მანქანაში უნდა იყოს კონკრეტული მოდელი მანქანის, რომელიც მოწონს და მათ უნდა შეძლოს მოწევა. სასტუმროში სადაც რჩება, აუცილებლად უნდა შეძლოს მოწევა, თუ არ შეუძლია, მაშინ მოწევს და შტრაფს გადაუხდის შენ იქით 2000 ევროს. იმიტომ რომ ისეთ სასტუმროში განათავსოს სადაც მოწევა. ოთახში უნდა მოწევს თუ არ ვთქვი თუ. აი და რესტორნებზე რა ხდება? არ ვიცი ეგეთ დეტალებში არ ჩავეძე, მაგრამ როგორი დედოფალი არის რა, ანუ აი. ძალიან დედოფალია. ყველაზე მეტად მაინტერესებს რაიდერში რა უწერია ნანი ბრეგვაძეს. ან ლელა წურწუმიას დედოფალს. Oh my god. ლელა წურწუმიას, oh my god. აი ამ ხელსი ეკნება მგონია.
არა მე მგონია რომ ის არის მე მგონია რომ იმსახურებს რომ ხოლმე ეკონდეს ეს როგორც საქართველოს დედოფალი რა თქმა უნდა იმსახურებს ახლა ახლა ძალიან მომინდა რომ ვინმე ძალიან ცნობილი ვიყო და აი ხოში რო გაქვს რაღაცის და პროსტა რა უნდა გაგიკეთო ხა მაგრამ ჩემთვის მაინც weird არის აი შენ რაიდერში რა იქნებოდა პანე შოკოლად რა ყველგან იყოს XL ზომა და ძალიან ბევრი უნდა იფიქრო ასევე შენ glam team-ზეც მოხდი ჩემ glam team-ზე არა მთლიანად cruise-ები ვიფიქრებდი და ყველასთვის რომ იყოს რაღაც საჭმელი იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს мотивაციისთვის მოდი ახლა ეგ დავივიწყოთ ვიცი რომ ძალიან კეთილი ხარ და ძალიან ისეთი აუ ისე მომენტ ცოტა მაღიზიანებს რა ძალიან კეთილობას ვაწვევი ანუ ესე ჩანს ხოლმე რა და ყველა არ იმსახურებს არა აქ ხალხს ეგონება რომ ანუ სპეციალურად ვაკეთებ მაგრამ მართლა კეთილი არის ხალხო მართლა ეგ რომ ანუ მართლა კეთილი კი არ ვარ ანუ მართლა მტანჯავს აი ეს ზედმეტი ემპათია ხალხის მიმართ ანუ მართლა გულს მირავს ეგ ხო ის რელიგიიდან მოდის really საიდან მოდის ამ შემთხვევაში ხო მაგრამ ანუ მე კი არ გაჩვენებთ რომ ძალიან კარგი და ძალიან კეთილი პირიქით დებილი ვარ და მინდა რომ დაინახოთ და მირჩიეთ როგორ გამოსწორდა ეგ დავიკიდოთ ვიცით რომ ძალიან კეთილი ხარ და ძალიან please don't say that I'm not you are მე ვარ ძალიან ბოროტი what the fuck ვარ ძალიან ანუ ფიქრე შენ თავზე შენ გაქვს შენი ოთახი და მაქსიმუმ შენ და შენ make-up artist შეუძლია ეს რაიდერი იმას ქნას რა ქვია მიიღოს რა იქნებოდა შენ აი შენ დაიწყე არა შენ გითხე გითხარი მინდა ტკბილეული მქონდეს ძალიან ბევრი არა აი რაღაც აი out of the ordinary გასაგები რომ წყალი უნდა იყოს თქო ჩვენ ოთახში მაგრამ რა იქნებოდა ისეთი რას მოითხოვდი მასაჟისტი ძალიან კაი იქნება რომ მასაჟი გაიგეთ ძალიან ლოგინი გინდა თლიანად ლოგინი მინდა იმენა ტაილანდელი მასაჟისტი კონკრეტულად 35 წლის ქალი გონია ყველაზე კარგად მასაჟს ეგენი აკეთებენ აი მაგ 35-დან 40 წლამდე ხალხი კიდე რა მინდა კიმ კარდაშიანის ფოტო გაკროლი რომ мотивация მომცეს ყოველთვის მართლა that's it wow ესე იგი ოთახში შედიხარ цаრიელი ოთახი დევს კიმ კარდაშიანის ფოტო მასაჟის ლოგინი და 35 წლის ქალი და პანე შოკოლა არც წყალი არც არანაირი სასმელი that's all it takes for me to be happy wow ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება ასევე მანქანამ რომ ამ ყველაფერს რა დამტყო არ მინდა გთხოვთ დავზოგოთ ფული კარგმა მანქანამ რომ მომაკითხოს და წამიყვანოს უკან სადაც მე მიჭირდება მე იმენა მეტროთი წავალ არა მე ჩემთვის ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე წყალი ბაკურიანი თუნდაც ევროპაში ვართ ბაკურიანი უნდა გამიჩნდეთ და დამიდო აი that's how I am მე მინდა რაღაც აი ყაბელზურიანი წყალი შვეიცარიული რამე ნორვეგიული ვოსი. Okay. არა მართლა სასმელებიდან მე დავევა კოკოლზე რა ლაიმით და ყინულებით. ოღონდ იცი როგორი ყინულები კონკრეტულად აი ჩაფშხნილი რო არის პატარები. მართლა მეასება. მე მიყვარს. იმიტომ რომ ძალიან მალედინება და წყლის გამო აქვს მე კოკოლს. ხო, მე იმდენი კოკოლა გაქვს რომ თუ დადნე გადაასხამ. მან ცალკე ადამიანი უნდა დგას, ვინც ამ ყველას დააკონტროლებს. ანუ მასაჟისტი და პლუს ეგ ადამიანი. ან შეიძლება ერთმა ხალხმა შეითავსოს ორივე. კიდე რა იქნებოდა ჩემ რაიდერში? მინდა ginger ale, აუცილებლად ყინული, ლაიმი, of course, არავითარ შემთხვევაში ლიმონი, თუ არა და ეგრევე გავდივარ უკან. ლიჩი მარტინი. ლიჩი მარტ არა, არანაირი αλკოჰოლი, როცა მე პროფესიონალურად მუშაობ. მიხდეთ. აი ისეთი რაღაცები თქოს იმას, მაგრამ გამოვშტერდი. რა წარმოგიდგენია, ანუ სათხარ რისთვის ხარ მისული ამ ყველაფერს შეითხოვს. აი რა ვიცი, ინტერვიუზე ვარ ვიღაც ტიპი. მე მაკრო მოდელი ვარ, მიგონია და. მე მგონია რომ first of all period. ანუ the audacity, ანუ მართლა წარმოვიდგინე მოდელი ვარ და ანუ თან მასაჟს ნიკეთებ. არა ხო და ისიც უნდა გაითვალისწინო ის დროის ფაქტორი რა, ანუ ისეთი რაღაცები. თუ ფრენა მიწევს რაიდერში მიწერია რა, აუცილებლად ბიზნეს მინიმუმ ბიზნეს კლასით უნდა მაფრინო. არავით არის გადაჭდომები, საჭიროა direct flight, თუ არა direct flight, machine private jet. და თუ აი გადაჭდომებზე რატო გაქვთ ხალხს ჩაჭერა? მე რატო მევასება ხალხო გადაჭდომები და ლაუნჯში ჯდომა? არა, მეც მიყვარს ლაუნჯში ჯდომა, მაგრამ გააჩნია, იმიტომ რომ არის სიტუაციები, როდესაც აი თავიდან უნდა გაიარეს ყველაფერი. Really? კი, კატარში მომწია თავიდან რა. კატარი კერძო, ყატარში. მე ძალიან მიყვარს. თან აი სტამბოლის აეროპორტის ლაუნჯი ჩემი საყვარელი, სადაც ორკესტრის ის ჩაულებრივად. ისტამბოლის. ანუ ძალიან ფან არის, ჯერ ჭამ, ნუ ძალიან კაი საჭმელები არ არის. მასაჟიც არის, მაგრამ არ დამჯდარ ვარ არას, რას ანუ ის სკამი მასაჟი არის, სამწუხაროდ მასაჟისტი არ არის. როგორი ჩენ რაიდერში. მაგრამ ისეთი კაი ეს ორკესტრი ყავთ, ვინც უკრავს და გართობს, რომ აი მარტო მაგათ უსმენდი 1 საათი და მეთქი
Go girl. თან გოგო იყო მე ვიოლინე ნიტო რაღაცა. თურქების მშურს მოლეკულურ დონეზე ყველაფრის. არა, ძალიან კარგი აეროპორტი არ არის. ანუ თუ არ გაქვთ დამალაუნჯებთან, ჩათვალე მკვდარი ხარ, იმიტომ რომ McDonald's იღებს $60. McDonald's მართლა $60 ღირდა Big Mac-ის. ჰა. Okay, so გავაზვიეთ. $60 ღირდა Big Mac-ის მენიუ. გამოვშტარდი. მე მგონი რაღაც 600-700 ლირა, თუ სწორად მახსოვს. Вообще მან როგორი ინფლაცია მედის ჩვენ კიდე კარგად ვართ. დაგვიფარე უფალო. კიდე რა გექნებოდა? რაიდერში? აი, Alex კონსარმი როგორ რაღაცა ვთქვა, აი, Barbara Streisand's lip mask-ი მინდა. Barbara Streisand, საკმაოდ ძვირიანი skin care. ხო, მაგრამ განე რა უნდა ღირდეს lip mask? არა, გასაგებია, მაგრამ მე რაზე მებადება კითხვა, იცი რომ ანუ შენთან თუ გიყვარს თქვენგანით ეგ პროდუქტი, თან არ გიგდია ჩანთაში? ხა. რა სიგოიმეა? ხოხტები როცა გადადის უნდა მოითხოვო. და მეგრელებში ხამობა არ მოსულა. Period. Yeah, yikes. Period. და რაიდერში რა მწერე? ისი არაფერი არ მჭირდება, ყველაფერი მაგწერდილი. ეს არის ჩემი რაიდერი. ყოველს თესლი ხარ? ყოველს. შენი არაფერი მჭირდება ეს უნდა დაწერო. მაგრამ ორივეს ქონდა რაიდერში სანთელი. ერთს ქონდა ლელაბოსი, რომელიც საკმაოდ ძვირია, მეორე დიპტიკის. არა? რუსონი იყოს და არა ის რომ სანთელი ენთოს. ხო, გასაგებია, მაგრამ არა მინდა რომ მაინც დაგიღეჭო. ხო და მე არ ყოფილა ჯერჯერობით არანაირ სეტზე არ ყოფილვარ და თან გამოცდილებას რომ დავაკროვებ, ალბათ ჩემი რაიდერიც უფრო საინტერესო გახდება. იცი რა მინდა სერენდომენტ. როგორ ახერხებ რომ იყო პროდუქტიული ზოგადად ყოველდღიურად? ვაუ, მეგობრებო, ჩვენი ახალი სექცია, საინტერესო გამოსადეგი ამბები. მე როგორ ახერხებ რომ იყო პროდუქტიული? ძალიან მიჭირს. პირველ რიგში ვერ ახერხებ. პირველ რიგში ვერ ახერხებ, იმიტომ რომ ძალიან მიჭირს ფოკუსირება ADHD, borderline ADHD მაქვს. ან შეიძლება ADHD. ოთახის დაალაგება. ოთახის დაალაგებული ყველაფერს კარგად ვაკეთებ მე. მართლა? თუ ოთახი არის არეული, სულ პატარობიდან აკრევა. აი თქვათ და შენი ოთახი სულ არეულია? თუ ეს ოთახი არ ითვლება? როგორ არ ითვლება? ძალიან დაალაგებული ოთახი არის. ერთ-ერთი ეს რომ ეს ანას ნივთები არის მიმოყრილი ყველგან. უბრალოდ პატარა ოთახი არის და იმის გამო ძალიან ბევრი ნივთი მაქვს. Okay, honey. It's like overwhelming. მე ვუსმენდი და ძალიან ბევრი ადამიანი რასაც აკეთებს, რომ კალენდარში time slot ერთხელ ვცადე, არ გამოვიდა. მე ერთი წამი მინდა დავიწყო მაგას საუბარი, რომ ორგანიზების ობსესია მაქვს და ყველა ჩემი ცხოვრების ყოველ ეტაპზე მქონდა სხვადასხვა მეთოდები, როგორ ვუმკლავდებოდი ამ ყველაფერს. ადრე ძალიან მოდაში იყო ეს პლანერები და მე ხო იაპონიაში ვგიჟდები და იაპონიაში კულტი არის ამ პლანერების და მქონდა იაპონური პლანერი, რომ აი ვიწერდი to do-ებს და რაღაცებს მომბეს და მე იყო ეს Notion-ის ამბები, რომ აი Notion-ში უნდა კონდეს ყველაფერი დეტალურად გაწერილი შენი ცხოვრების და მე მივხვდი რომ ანუ ამდენი გაწერა და შენი ცხოვრების აი წუთი წამით რომ აი უნდა ვიტირო ამ წამს, უნდა იმას ვქნა ახლა, უნდა ჩავიხუტო ვიღაცას ახლა, ანუ ეგეც ცოტა მარაზმიერი და რაღაც რობოტიზმში გადადის. ამიტომ ინტუიციურად მეგობრებო ვიცხოვროთ ყველა გინდა იმუშავა, არ გინდა იმუშავა, დაიძინე. ზუსტად ეგრე ვცხოვრობ, მე 25 წელია და ვერ გეტყვით რომ დიდად პროდუქტიული არის ეგ მიდგომა, იმიტომ რომ მინდა ვიმუშაოს კონდიციაზე არასდროს არ ვარ ხოლმე. მე უსაქმურობა ცუდად ხდეს. მიყვარს, დასვენება მიყვარს, უსაქმურად დიდხანს თუ ვარ, ანუ ეგ იყოს გინდ ჩემი სამსახური, ან გინდ ჩემი პერსონალური პროექტები, რომლებიც მხოლოდ ჩემთან რჩება. იწყება მთავრდება და ინახება. აქვე. აი ცუდად ხდება. მე სიამოვნებას მანიჭებს. ბაზარი არ არის, მეც მაწუხებს ხოლმე არაფრის კეთება. აი მოლეკულურ დონეზე მაწუხებს მართლა. უბრალოდ აი ვერ ხშირ შემთხვევაში არაფერს ვაკეთებ, მაგრამ ვერ. ადრე იყო რომ აი მთელი დღე დილიდან საღამომდე რომ სახლში ყოფილიყავი, ბოლოს აი გატეული მქონდა. მართლა ანუ ნერვები მქონდა ყალყზე და მეთქი გამიშვით სახლიდან, მაგრამ ეხლა მაგასაც შევეკუე, ანუ 25 წლის ასაკში. даже პირიქით უფრო გინდა რომ დარჩა სახლში. ხო, ანუ 25 წლის ასაკში აი შაბათ-კვირას თუ მთელი დღე სახლში ვარ, ყველაზე მეტად მიხარია. What is wrong with me? ხო, იმიტომ რომ რაღაცაზე ხო თქვი რომ ეგ ხო გავაანალიზეთ შენ რატო არ ამიტომ დავითი მთელი კვირა სახლში ზის როგორც remote-ად მომუშავე ადამიანი და მე რომ მთელი კვირა გასული ვარ, აი სახლში როცა ვარ, ისე მე კომფორტულობა ეგ დრო. რთული არის ეგ, იმიტომ რომ ელემენტარულად მზეს არ ენახები. ყველაზე ცუდია. ხო. მაგრამ მე როგორც ყველაზე თესლი სკამის პატრონი მთელ ოფისში. მე რაზეც ყდება ხაბი. ტრინის წინ დგას ჩემი მაგი და ამიტომ ზეს ვაფიცხები ხომ. მე რაზე ვფიქრობ, იცი, აი მილენიალებს რა მხრივ გავუმართლად, რომ ძალიან ბევრი რამე იყო ოფლაინ. ანუ მილენიალებს დროს ან თბილისში არ იყო ვოლტი.
მიხდი გინდა და ჭამა უნდა გინდა მაგ დროს შიდაბრუნდა არ წაგიშლი ვოლტის აპლიკაციას ტელეფონში გთხოვთ ვინმე ანუ დავითის და ვოლტის ურთიერთობა ნისიბის სარით იმიტომ რომ ეს არის love hate relationship ერთი რა ყოველთვის პრობლემა ან ყოველ მეორე დღეს თორი უდავს close friend-ებში თუ როგორ გააბრაზა ვოლტის კურიერმა ან ვოლტის support-მა მაგრამ ამასთან ერთად არ ეშვება ან გლოვო გადმოწარე ან bolt food-ი არა ეგ вообще ცალკე ის არის იმენა ან ყოველდღიური თემა არის ეგ რომ რა დააშავეს იმათმა რითი არის ეს უკმაყოფილო არა მე ყოველდღიური პრობლემა არ მაქვს let's be fucking real stop over exaggerating კვირაში ერთხელ მაინც არის ანუ ამოვიღოთ close friend-ების იმის გათვალისწინებით თუ ადამიანი დღეში ორჯერ უკვეთავს ვოლტიდან კვირაში ერთხელ is nothing ჯერ ერთი ადამიანი არა შენ თორე ხალხი არის რომ თვეში ერთხელ უკვეთავს ძალიან ჩორთქვანი მეგობრობა ხო და ანუ რას ვამბობდი რომ ანუ მილენიალების დროს აი თქვა მეგობარი გინდა ნახო გახვიდოდი გარეთ კაფეში ან პროსტა ჭამოგინდა გახვიდოთ თან უფრო მარტივი იყო მეგობრებთან hang-out-ი ახლა რაღაც აი ჩემმა სამეგობრომ რომ გარეთ გავიდეთ და რაღაც დრო გავატაროთ ერთად საჭიროა რომ აი არ ვიცი ყველა პლანეტა გასწორდეს ერთმანეთთან და ანუ alignment-ი მოხდეს იმიტომ რომ იმას ეს აქვს ამას ეს აქვს ეს რაღაცა და მგონია რომ ადრე უფრო მარტივი იყო ეს ყველაფერი კოვიდის დროს ხო საერთოდ სახლში ყველა ჩავჯექით მაგანეს უკან დაგხვია როგორც social არსებებმა შენს გქონია რომ აი ახლა არ ვარ ხასიათზე რომ გამოვიდე გარეთ და მიჩვენე რომ სახლში ვიყავ მე იმიტომ რომ მე გამოდივარ გლდანიდან ხალხო ამას ვერ ვაგებინებ ამ ბიჭს და ვერ ვაგებინებ ვერავის ვინც ცენტრში ცხოვრობს რა მე რომ გლდანიდან გამოვდივარ ეს არის სხვა დონის dedication ხვდები იმიტომ რომ 1 საათი უნდა ვიყო გზაში უნდა მომემზადო წინასწარ შენ დავითი რომ სადღაც მიდის 10 წუთში მე მჭირდება 1 საათი ამიტომ სხვადასხვა განზომილებაში ვართ ჩემი და შენი გამოსვლა და მე რომ გამოვდივარ ეს არის განპირობებული იმაზე ბევრად უფრო დიდი სურვილით თქვენთან ერთად გამოსვლის ვიდრე შენ რაც გაქვს. არა ეგ კიდე სხვა ფაქტორი არის. დღეს ჩემი თანამშრომელი რომელიც 40 წლის კაცია მეუბნება რომ რითი ერთობი ხოლმე რა და მეთქი რავი არაფრის კეთება არის ჩემი ყოველს დიდი ჰობი უბრალოდ რომ არა ეგ არის დამღუპველი. ხო და რავიო აი რამეზე არ დადიხარო ან სამი კლუბებში არ დადიხარო ან რამე ნარკოტიკს მეთქი არა take a chill pill ან არ სამ და იმენა ყველაფერზე არა და ძალიან boring ხარო არ მეგონაო თუ ეგეთი იქნებოდიო first of all clock it gagged her მეთქი ერთი წამე ორ საოცნება შვილი let's start with that I'm not რა არის საოცნება იმაში რომ ცხოვრება არ გაქვს მე დეპრესიაში ჩავარდებოდი. რა რატო არ მაქვს ცხოვრება რომ კლუბებში არ დავდივარ? არა, შენზე არ არის საუბარი. რაღაც მთავარ პოინტს ვიტყვი მეგობრებო. ჩვენი თაობის დამხობა. ცხოვრება არ გაქვს. არ მithქვამს ეგ. ეგ ითო შენ მეკოლეგა და მე თავი დავაკნე. ეხლა უკან წაიღე სიტყვები, იმიტომ რომ how dare you? You do have a life, amazing life with me. I do have an amazing life. მე მინდა დავამატო ის რომ ყველაზე დამღუპველი ჩვენი თაობისთვის და რაც ღუპავს ანას არის არა ადამიანური ობსესია scrolling-თან. What is that? ანუ შენი დღე ისე მარტივად იკარგება. პროსტა 3 საათი რო ასკროლე გავკონტროლებლად. ანუ ყოველ ეპიზოდში რო ახსენებ რომ ეს scrolling-ი რაც უთი რაღაცაა და ვაუ მე როგორ არ ვარ ამით მე თქვენზე უკეთესი ვარ იმიტომ მე არ scroll-ობდი. Shut the fuck up. შენ არ ხარ ჩვენზე უკეთესი. არც ვამბობ. ის რომ თამაშობ. ჯერსერთი ვარ. Period. ჯერსერთი არ ხარ. I don't have to be humble. თამაშობ. უფრო უკან გწევს ვიდრე ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ ინფორმაციას მაინც ვიღებთ scrolling-ისგან. რა ინფორმაცია მიიღებ ბოლოს? ძალიან ბევრი ინფორმაციას ვიღებ. მე სტატიებს ვკითხულობ მაინც. სად? თამაში იმ რაღაც ბურთულებს რო იქ დაგეცა? Bloomberg-ში ვკითხულობ სტატიებს. Shut the fuck. მაჩვენე Bloomberg-ის აპლიკაცია. iPad-ში მაქვს თალკი აპლიკაცია რომელსაც ქვია News რომელიც მეც მაქვს BBC News-ი, მაგრამ არასდროს გამიხსნია, okay? უბრალოდ ნოტიფიკაცია მომდის ყოველდღე 11 საათზე და twins მიტყნა. თალკი widget-ი მაქვს რომელიც მეუბნება top stories and trending stories და ძალიან მიყვარს წაკითხვა. ადრე მიყვარდა LinkedIn-ზე scroll-ა, მაგრამ ახლა რომ თავიდან ბოლომდე არის გადატენილი ამ AI პოსტებით უკვე მანდაც არ მივასება და ჩასვლა. LinkedIn-ის scroll-ა ვის უყვარს ავადამ ყოფილი. აუ არა მე ძალიან მიყვარდა, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი არხევებია გამოწერილი, მაგრამ მე ჩემთავს ვაძალებ რომ ყოველდღე დილის ქოლი რო გვაქვს სამსახურში, მაგ დროს 5 წუთი პრესტა ჩამოსკროლ და ვნახო რა კვლევებებს წერს ხალხი LinkedIn-ზე, რომ მივხვდე რომ მე ძალიან ბევრ ადამიანზე უკეთესი ვარ ცხოვრებაში. არ ვიცი, this has to be stopped. ძალიან მომხრე ვარ AI-ის ინტეგრირების ზოგადად სხვადასხვა სფეროებში, მაგრამ ყველა ხვდება რომ შენი პოსტი დაწერილია AI-ით. ძალიან იშვიათად არის რომ რატომ მე ტირებს ცვლისო. ხო და ანუ მნიშვნელობა რა თან ან არაფრის მომცემე. ერთი უნდა რაღაც უნდა თქვა ის არის.
ჩემ მეგობარს არ დავასახელებ, ის ქონდა დავალება რომ დაეკომენტარებინა LinkedIn-ზე ძალიან ხშირად და ერთ კომენტარში გაეპარა და თავიდან მომეწერა რომ here's your well-crafted ჩემი biggest fear. Okay, დღეისათვის მგონი სულ ეს იყო, right? გონი კი. ასევე მეგობრებო გთხოვთ და like-ეთ და კომენტარეთ თქვენი აზრები, თუ როგორ გიყვარვართ. Period. გაუზიარეთ თქვენ მეგობრებს. ხა ანუ მოკლე მიმოხილვა რომ მოგცეთ სად ვართ მენტალურად ჩვენ ორნი. ხო გახსოვთ რომ მე ადრე TikTok-ზე არ შევდიოდი და ცუდ კომენტარებს არ ვკითხულობდი. ეხლა იმ კონდიციაში ვარ რომ იმენა ფეხზე მკიდია რაღაცნაირად გამოვიმუშავე იმუნიტეტი და ეხლა დავითი არის ვინც YouTube-ზე გიჩდება და TikTok-ს ვერ იტანს. ამიტომ თქვენ ყველაფერს ასე წერთ, დავითი გულისხმიერად კითხულობს და ბედნიერდება, გთხოვთ სიყვარული გამოხატოთ. მადლობა. I know. TikTok-ს ასლობინდა. სად მინდა. Don't you dare. მართლა ყველაფერი სწავლებადია და ეს ჩემ ხასიათზე მეტყოლებს კიდევ ერთხელ როგორ დრამატურგებ ყველაფერს თავიდან და მე ყველაფერს როგორ ვაჩვავე. That was it, you guys. Thank you. Okay, love that for us. Thank you. და გნახავთ შემდეგ კვირაში. პაკა. ნახვამდის.